მოგესალმებ ჩვენს წამყვანს დათი ხიფშიაშვილი თუ დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ქუთაისლებს გილოცავთ ქუთაისობას, ხოლო ბოტანიკოსებს გვირილობას. სხვადასხვა მონოლოგი ორჯერ ერთ თემაზე არასდროს არ გქონია, მაგრამ დღეს გვექნება მონოლოგი ქუთაისზე მეორედ, რადგან ერთმა მონოლოგმა ქუთაისი ვერ დაიტია. ქუთაისში ადგილობრივებს ეძახიან ქუთაისლებს, კოლორიტებს ქუთათურებს, ხოლო უფრო კოლორიტებს ქუთათუთათურებს. ქუთაისის სახელწოდება cute ice-დან მოდის, ანუ საყვარელი ყინული. ეს ჩემი ჯინზი მაყურებლისთვის. ისტორიის თანახმად არგონავტების სამიზნე ქალაქი იყო ქუთაისი, სწორედ აქედან წამოიღეს ოქროს საწმისიც. ისე მე ძალიან მიყვარს როგორ დაამარცხა ალექსანდრე ბასილაიამ დრაკონი. ან როგორ ვერ იპოვეს რომ უკან დაებრუნებინათ ოქროს საწმისი. ნანაინანაინანას ხმას გაყოლოდით და მიაგდებდით. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ აკაკი წერეთელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და კოლაუ ნადირაძე. ამის შემდეგ კი ჩვენ ვსწავლობდით აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და კოლაუ ნადირაძეს შემოქმედებას. ცნობილი ფაქტია, რომ რეპი დაიბადა ქუთაისში. გადმოდგა ბებია ქალი ფანჯიდან და ყვიროდა. რეპია, რეპია, ე! 4 კილო და 52 სანტიმეტრი სიმაღლეში. რეპი ქუთაისიდან შემოვიდა. ასევე ქუთაისიდან შემოვიდა როკიც და კართაგენიც. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა. ქუთაისლებს ვკითხეთ, რა არის ქუთაისი. გამოკითხულთა 30%-მა თქვა, რომ ქუთაისი არის სიყვარული. 30%-მა თქვა, რომ ქუთაისი არის სითბო, ხოლო 40%-მა თქვა, რომ ქუთაისი არის მისვლა-მოსვლა. სხვათა შორის არც ერთს არ უთქვამს ქალაქიაო. რაც ძალიან გამიკვირდა. სხვათა შორის ქუთაისში ყველაზე გავრცელებული სახელი არის დავითი. ახლა ჩემი ქუთაისელი ტელემაყურებელი ზის ეკრანებთან და ფიქრობს, ვინ მყავს მე სამეგობროში დავითია? თუ არა ვინყავთ, არ ინერვიულოთ, მე ვიქნები თქვენი ქუთაისელი დავითი. და ბოლოს, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ქუთაისლებს გილოცავთ გვირილობას. ჩემ შოუს კი მუსიკალურად აფორმებს რეზო და ბავშვები! სტუმარია ქუთაისის კოლორიტი ვეტერანი ფეხბურთელი ბატონი რევაზ ძოძუაშვილი. მოედანზე მოუსვენ რად მოთამაშე ქარო გამოზრდილი ტორპედოსი დიდი მწვრთნელი ხარო უპასუხე რომ ძველი ხარ და არ უთხრავისი ბატონ რეზოს პატივს ასევს მთელი ქუთაისი რევაზ ძოძუაშვილია ფეხბურთელი საკვირველი რევაზ ძოძუაშვილია მწვრთნელი შეუდარებელი რევაზ ძოძუაშვილია კოლორიტი იმერელი სტუმრად ძოძუაშვილია დათი არის მას პინძელი სტუმრად ძოძუაშვილია დათი არის მას პინძელი მოგესალმები ბატონო რევაზ. მადლობას მოგახსენებ ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობთ, შვილო, მადლობთ. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა?
სიმღერა კარგია, მაგრამ დაბოლოება მაინც ფეხბურთის მარშის უნდა იყოს. აი ეგ მამ პაპარაპარა ბოლოს. ქუთაისზე უნდა ვიმღეროთ, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთელი ვარ. ხო უნდა გავაგებიოთ ყველას. ასე. ყველა მიცის დარწმუნებული ვარ. ასე გათავართ. გილოცავთ ქუთაისობას. ამ დღესთან დაკავშირებით სხვას ვის მოიწვევდით თუ არა ქუთაისის კოლორიტს და ვეტერან ფეხბურთს? მე ძალიან მოხარული ვარ ყველაფერი იმის ირგვლივ რომ ტრიალობ, სადაც ქუთაისია. იმიტომ რომ მაინც 100 თუ 200 პირველი ვაშკაცური ნაბიჯები, ყველაფერი გინდა დაწყებული, სწავლა, გინდა დაწყებული მუსიკა, გინდა დაწყებული სპორტიული ცხოვრება, გინდა ხულიგნობა და ასე შემდეგ, ყველაფერი ქუთაისში გვაქვს გამოვლილი და დღემდე მომყობა ეს ჩაყრილი მაშვენ ფუნდამენტი. ასე რომ მადლობა ქუთაისო, რომ მომეცი საშუალება ასე ლამაზად გამოიყურები თბილისში. ბრავო. უკვე მეორედ მოგიგძღვენით სიმღერა და ეს ჯობდა თუ წინა? როგორ შეიძლება ითქვას ქართულ სიმღერაზე, რომელი ჯობია, ორივე კაია. ორივე კაია, იცოდე, ქართული სიმღერა, ორივე სადაცაა აძილი და ყველა კაია. 1-2 მოსვლა ბატონო რეზო და რეზო და ბავშვები ცალკე ალბომს გამოუშვებს უკვე თქვენი სიმღერებით. გათავარო, იცოდეთ. თუ გინდა დედა მუსიკის მასწავლებელი მყავდა. და ვიცი, დო რე მი ფა სოლ ლა სი დო. ასე მასწავლე. ახო ხედავ, ხო ვიცი. ასე რომ არ აუშავს სიმღერები. 2 წლის წინ იყავით ჩვენთან სტუმრად. კი. და გაზრდილი ვარ? ნუ ახლა თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ უკვე ზევიდან კაცს მეძახიან. ნუ ახლა გითხრა სიმართლე რა არის, იცი? მე შენსავეთ რომ ზდიდენ ფეხბურთში. მაინც ბევრი მეუბნებოდა. რეზოია ბიჭო არ გეიბრიქო. გაიგე? აი არ იყო, გაიგე, ისეთი დარჩი რაც იყავი, გაიგე და ვაშკაცური და ის და რა. ეხლა აქანე შენ თბილისში რომ რეზოიას თქვა, მაგის გულის და იცოდე ქუთაისლები არ მიგიღებთ. გაიგე? ხო. ასე რომ ხო ხედავ, შენ ყოველ წელიწადს, ყოველ დღე უნდა გალამაზდე, გაძლიერდე და რაც შეიძლება პროფესიონალი გახდე. თქვენ როდესაც იყავით ჩვენთან სტუმრად, მაგ გადაცემის შემდეგ მე ყველა რჩევა გავითვალისწინე. ნუ ეხა ჟორჟ ბესტს ვერ გავაჩერებ დაცვაში, მაგრამ აი დეზირე დუე შემიძლია. სადღაც ეგრე. ნუ ეხა სამაგისოდ შენ თუ შევხვდი ჟორჟ ბესტნაირის პიროვნებას მაგიდაზე, მე გეტყვი პერიოდში 1-2 თვით ადრე და რაფრა მეემზადო, რაფრა ივარჩო დღეში 6 საათი, 6 საათი. იმას დაგარიგებ და ყველაფერი გამოგვივიდა. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია ქუთაისობის აღნიშვნისას? ქუთაისი კვირაში სამჯერ ყოველთვის მესიზმება. თბილისია რაღაცებს და არადა ქუთაისის მესიზმება მთელი ბავშვობა, მთელი რიონი, ხო იცი, მთელი აი ეს სტადიონები, მოედნები, ტროლეიბუსები, უკან მოხტომები, ფეხბურთზე შესვლა, ბილეთებზე კინოში შეპარვა, აიცი და აი ეს ყველაფერი ქუთაისური ქუჩაში გამოსვლა და თან კიდე მოკრივე ვიყავი და პატარა ხულიგნობდი კიდევაც, აი ხო. ვიყავით, დავდიოდი კრივზე, იმიტომ რომ სკოლაში მთხოვეს, სკოლაში რომ აბა რეზო ჭირდებაო რომ გამოხვიდეო სპორტზე და ამ ბიძაში მყავდა მოკრივე და იგი მოვარჩევდა სახში. ხო და გავხდი ჩემპიონი, ვიცოდი. ბავშვს რომ ქუთაისი შევაყვაროთ, რა უნდა ვაჩვენოთ? ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, მივაჩვიოთ ხარში სირბილს და სიარულს. ხო, ხო იცი რანაირი ქარი იცის რა. ანდახარ რომ მოგიბერავ შეიძლება ხიდიდან გადაღებოს რიონში. ხო, ასე რომ შორს უნდა ესე იგი ვასწავლოთ ფეხზე მაგარი დგომა. თქვენი საყვარელი ადგილი რომელი არის ქუთაისში? ეხა ეს წარმოედგინე, არის სულ 3 ესეთი ძლიერი, არის ჩაფიჩხია, არის გორა და ერთ-ერთი სადაც მე ვიყავი ბალახვარი. ესე იგი ეს ჩათვალე რომ ეხა შეიძლება ვაკეში ვერ გადიხარ, მაგრამ დიღომში კი. ხო. ესე ვარ ქუთაისში ბალახნელები. რა უნდა ქნას ქუთაისელმა რომ ქუთათური დაუძახონ? ბიჭო, ახლა ქუთათური დაგიძახებენ, გააჩნია რა ვისთან მოხდები. ქუთათური ახლა ოჯახში
გოგუებში, ქალებში, ვითომ ქუთათური ვარ, აი ესე მე მირჩევნია ქუთაისლობა და მეძახ. ყველა სტუმარს უსამთ იმ კითხვას, რასაც ხვიჩას ვკითხავდით. ხვიჩა? კი. თქვენ კვარაცხელია, კი. თქვენ ხართ ხვიჩა კვარაცხელია და მე დაგიშვამ მკითხვას როგორც ხვიჩას. და უნდა მიპასუხოთ. კვარა, რევას ძოძუაშვილი რომ ყოფილიყო შენი მწვრთნელი, რა პოზიციაზე დაგაყენებდა და რა დავალებებს მოგცემდა? შენი აზრით. მაგ შეკითხვასთან დაკავშირებით იმხელა ისტორია კვარაცხელია დღეს კვარა თუ ფეხბურთში არის ჩემგან. მართლა? ო. აგიხსით რატომ? ერთი კაი ძმაკაცი ყავს სამლეთი კვარაცხელია ასეთი ტყავის ფაბრიკაში მუშაობდა და ჩემთან ხშირი სტუმარი იყო ყოველთვის ფეხბურთში ერთად ვიყავით და მე ვიდა ბიჭო ჩემთან. ერთ დღეს და ტრენერი ვარ, ცნელი ვარ. თბილისის დინამოს და ბიჭო ესე იგი კვარაცხელიები მევიდნენ და მითხრენენ რომ მეო ბიჭო ერთი ფეხბურთელი ყავს კვარაცხელია და უთხარი რაზეას ეიყვანოს დინამოში. მე უთხარი ბიჭო რა პრევიყო რა ადგილზე თამაშობს თქო ახლა რომ მევიდა ჩემთან. ბიჭო ცენტრალური თავდასხმელია. მე უთხარი არ ველაძეებს აჯობებს და კინკლაძეს მე უთხარი რომ მევიყვანო თქვა. ახლა მაგე არ ვიცი, მაგრამ თუძმა ხარ რაღაცა ქენიო და მეიყვანეო და მე ვიფიქრე, კაი, მე ვიყვან და ცენტრალურ თავდასხმაში არა, მაგრამ ნახევარდაცვაში მაინც დავაყენებ და რო დავანახებ, რომ შენ ესე იგი კვარაცხელია თამაში არ იცი, მე ნელ-ნელა მიწევ კუთხეში თქვა. ხო, დავაყენე მარცხენა ნახევარდაცვაში. დავაყენე ნახევარდაცვაში და 2 გოლი შეაქვთ. ვაი მე დადაია მე ვიფიქრე ახლა შეხედე კვარა მე უთხარი ბიჭო შენ მე მოსვინე მე მგონი დაცვაშიც გამოდგები თქვა კიდე იქით გოუშვი ახლა გეგე რამენაირად იქნება ხო დაცვაშიც ითამაშე მამამისი კვარას მამა ბადრი კვარაცხელია დაიწყო ჩემთან თამაში მე ესე იგი წარმოიდგინე 2 წლის განმავლობაში ძალიან მაგრად ითამაშა მე წევიდა აზერბაიჯანში ნაკრებში მოხვდა წავიდა და ესე იგი ის ვარიანტი კვარაცხელია დღეს რო თამაშობს ვისი გაკვეთილებით იცი? ანდრო ჟორდანია გაგიგია შენ არ გაგიგია. ეგეთი წველი სოფლიოს არყოლია ქართველი. ესეთი ანდრო ჟორდანია. იაკუშინის, კაჩალინის, გაიგე თუ რამე ჩვენ გვასწავლა, გაიგე ყველაფერი გადმოვეცით მაგპლიატას. გაიგე და ამიტომ ძმაო ეჭვიც არ მეპარება რომ კვარა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე ეხა მაგის თამაშებს რო უყურებ გაიგე არსებობს რომ აი ვარსკვლაობა და ვარსკვლაობას აქვს ერთი დიდი მინუსი ცხვირის აწევა გაიგე და აი ასე რო იყურები ასე უნდა იარო სპორტსმენმა როგორც კი არ უნდა იპრანჭაო ხო ყოველ თამაშზე მაგას მკვირდები ყველაზე პირველად მე ახლა აბა შეხედე აბა თუ აწია ცხვირი თუ გაიბრიქა ქუთაისულად გაიგე ხო და არა თამაში და თამაშამდე ვაშკაცური თავდადებული მშრომელი და რა ვიცი ეს ბიჭია და ესე იგი სადღაც ჩემგანაც აქვს აგოლეპასი მიღებული მამამისიდან ხო იმიტომ რომ მამამისი და ძმათან შორის შეხედე ორი დიდი ტრენერისა მამამისი და მურთაშელია გახსოვთ ცენტრალური დამცველი ორივეს ერთ ოჯახში ყავთ გონია ცოლები მოყვანილი და ესე იგი წარმოიდგინე ეს ბავშვი გაიზარდა დიდ ფეხბურთელებში ქართულ დიდ ფეხბურთელებში და ორივეს ნათამაშები აქვს უცხოეთშიც და ასე შემდეგ და მე მიამაყება რომ კვარაცხელიამ ასეთი აი თამაში შემოიტანა მარცხენა ფლანგზე ათამაშებენ მე მარჯვენა კაც მაგრამ დამხეცებული აქვს რა მარცხენა მხრიდან შემოდის მარჯვენა და მარჯვენა ფეხით უთავს მე დანლი კუთხეში გაიგე მაგრამ შეხედე მარჯვენა მხარესაც გადმოდის უკვე და ცენტრში შემოდის და ამას აი ბლუჟდაიუშია რუსულად ბლუჟდაიუში ყველგან რო არის ამასაც აკეთებს ესე იგი სისტრაფე შრომა ტექნიკა ტაქტიკაც და ოჯახი კიდე დედმამა ყოველთვის ეყოლება უფროსი მცველები ასე რომ აი ეს ავართ ესე იგი მე მიამაყება რომ ჩემი ხელიც ურევია პატარა შიგნით ქუთაისის ტორპედოში თამაშობდით და რომ გაიხსენოთ ეს პერიოდი თამაში დავიწყეთ ბურთების მომწოდებლით ხო გივი და ლეონოდია კიდე ხო
ერთად ვარჯიშობდით ხიგანა ბავშვო ეგედა მაგენ წამოვიდნენ და კარლო იყო ხურციძე ეგეთი ძველი ბავშვების ახალგაზრდების უნიკალური უდიდესი უძლიერესი მივედით და ბურთების მომწოდებლად გაგიყვათ ახლაო და იცოდეთო 15 წუთი რო იქნებაო პერერივიო ემენად გახვალთ კიდევ ითამაშებთ იქო გაიგე ვაიმე ბიჭო ეს სადმოხდით და მართლა გვიკეთებდა ეს კარლო ხურციძე ამას ვაკეთებდა და ძალიან ნიჭიერი კაცი იყო ფეხბურთი იცოდა ნარდის თამაში იცოდა ყველაფრის თამაში იცოდა დომინოს ასე შეხედავდა გეტყოდა რამდენი იყო თან კალათბურთის სროლა ესე დაბადებული როგორც სპორტსმენი ასეთი მცველი მყავდა ასეთი პედაგოგი მყავდა და გევსდებოდი აბა რას ვიზამდი ხო აი ქუთაისელი გულშემატკივარი გამოირჩევა თავისი შეძახილებით და თქვენ რა გაგიგონიათ? აიყო ბიჭო იცი არ დამავიწყდება მაგი არასდროს ეხლა წარმოიდგინე ქუთაისში რო გამოდიოდი სავარჯიშოდ გაიგე აი სავარჯიშოდ გამოდიოდა და იქ იყო გაკეთებული ესე იგი მიწის ქვეშიდან ამოსულიყავი მიწის ქვეშ მე ცენტრში დაიწყო და ამ მიწის ქვეშ იყო გაკეთებული ძალიან დიდი ტუნელი ამ ტუნელში რო გამევიდით გაიგე და კიბებზე ავიდოდით და პირველი გამოვშტებოდით და ვიღაცა იყო ერთი და დამპლებო გაიგე ყვირო და მეჯواسო თუ არ მეიგებდი თამაში დამალი იყავ დამპლებო და მეიწარით ასე ყურდა გავდიოდით გაიგე ესეც იყო თბილისის დინამოში რომ გადახვედით რა რეაქცია ჰქონდათ ქუთაისელ გულშემატკივრებს ყველას უხარო და ვისაც შენთვის კაი უნდა გაიგე ყველა ახლობელს უხარია და ნუ ეხლა ქუთაისში მე ცოტა ისე სხვანაირად მომიწია თამაში დავიწყე ცენტრფორვარდად მე წავედი სოხუმის დინამოში იქ ბეკლასი იყო აქ ძირითადში ვეხვდებოდი იქ წევედი იქ მე სოხუმში გრამატიკობულო იყო წელი და ზოია ბიჭო ესე დარბი ხარ შენ ერთხელ გენა ზარია იყო თქვენ გემახსოვრდათ ქუთაისში ფეხბურთელი წამეიყვანეს ცენტრალური დამცველი იყო სოხუმიდან და შენ ვახა ესე დარბი ხარო სანამ უნახა ვიღაცა ცენტრალური დამცველსო მოიდა დადეკი რაო გარბი ხარ კაცული გაგასტრებსო მე უთხარი ოღონდ ძირითადად დამაყენდა სადაც გინდა ეგ დავდგები თქვა ხო ეგ არის ხო და დამაყენდა ამ ცენტრალურ დამცველში დავდეგი ცენტრალურ დამცველში და საუკეთესო იგი არ მომცენ სიგელი ხო და აღარ მოშორდე მაგადგილსო მიტყე და გავხდი ასე დამცველი მე როგორც მოთამაშეს და როგორც მწვრთნელსაც გქონდათ შეხება ქუთაისის ტორპედოსთან და რომელი უფრო რთული იყო ორივე სპორტსმენობა არის დამოკიდებული შრომასთან ძალიან დიდ შრომასთან ისე დიდი ყველა დიდი საქმე მასია მაგრამ ეხლა წარმოიდგინე რომ ფეხბურთელობა არის შეხედე აუცილებლად სპორტიული რეჟიმი სპორტიული რეჟიმი დღის განმავლობაში ჩემი დღის რეჟიმი ასე იყო დღეში ქონდა ბაზა დღესთან საღორიის დღესთან ესე იგი 9 საათზე ქონდა დილის ზარიატკა მე უკვე 7 საათზე ამდგარი ვიყავი და 1 საათი დღეში დარბოდი მე უკვე ყველასთან ერთად კიდე ხომ უნდა გამეკეთებია ზარიატკა იმგედანაც ვაკეთებდი მე 11 საათზე იყო ვარჯიში ტექნიკაზე ან ფიზიკაზე 11 საათიან საათნახევარზე კიდევ ვარჯიშობდი მე საღამოს უკვე 2 გოლი იყო გაიგე 2 ესე იგი 2:45 წუთიანი კიდე ამასაც ვაკეთებდი 30 წლის განმავლობაში ამ ცხოვრებით ცხოვრობდი იქიდან დაწყები თქვენ და ბატონმა დავით ყიფიანმა მწვრთნელის რანგში მოაგებინეთ ქუთაისის ტორპედოს საქართველოს ჩემპიონატი და რა ხდებოდა ქალაქში რა იყო იცი მე და მაგან გევინაწილეთ ფუნქციები მე ვთხარი მე დაცვას მიხედა და შენ თავდასხმას ქეგამართლა ბიჭო და მე ნახევარდაცვას მიხედავ ნახევარდაცვა არ გჭირდებოდა არ გჭირდებოდა ისე დაცვა წართვე და მიცემა დათანხმდა და გოლია უთხრა გე ასე რომ ისე სხვათა შორის დღეს მაგ ფეხბურთი გაიგე თუ კარგად დაუკვირდებით უკვე მიდის რა დონეზე ესე იგი ბურთი აქვს მოწინააღმდეგეს ყველა ვართ დამცველები ბურთი გვაქვს ჩვენ ყველა ვართ თავდასხმელები ხო გაი ტაქტიკა ყველა წინ ყველა უკან კალათბურთიდან გადმევიღეთ ეგ ტაქტიკა ესე იგი 10 კაცი წინ წაგვართ ეს ბურთი
დაცვაში ყველა 10 კაცი. ასე რომ ამ ტაქტიკას უკვე ევროპაც მისდევს. ასე ხო ასე? როგორ აღნიშნეთ საქართველოს ჩემპიონატი რომ მოაგებინეთ? ისეთმა კაცმა დამეჯინა კისერზე. და ასე რომ ქუთაისში პირველი კაცი იყო. ყველანაირად. და დამეჯინა ასე კისერზე და ერთი წრე დაარტყა ამით როგორ თქო ეს ჩემპიონობა იღეთ. ასე რომ ახლა გვარდასახელს არ ვიტყვი, მაგრამ დიდი სიყვარულით მინდა მევეფერო იმასაც, რომ ყველაფერს აკეთებდა ქუთაისის ფეხბურთისთვის და თავრობაში ერთი ძლიერი კაცი. ანუ სამჯერ ასე აღნიშნეთ, სამჯერ მოგისვეს სულგზე და ესე, იმიტომ რომ სამჯერ მოაგებინეთ თქვენ ტორპედოს მიყოლებით. დანარჩენი ორჯერ მე იმავსკენი, მე შევიჯინე. მადლობთ, რომ ასე ერთად ავარდ და ასე ერთმანეთს პატივს ვცემთ. თავარი იყო, რომ ქუთაისის ტორპედო დაემსახურა თავისი ვეტერანებით, თავისი სტადიონებით, თავისი კლიმატით, ქარით. ქარში რომში გეძდება, იგი უკვე ცათვალე რომ ნახევრად სპორტსმენია. დავიმსახურებ და ეხა აგიხსნით ჩემი წლოვანების ბიჭებს კივინოდია, ლეონოდია, ჯამალი ხერხაძე, აი სერგო კუტივაძე, რამაზ ურუშაძე თუ გინდა იყო ჩამოსული, მაგრამ დიდი ფეხბურთი ითამაშენ, რომ სოფლიოში ყველა სტადიონი აქვს შემოვლილი. ასე რომ ქუთაისი არა მარტო ფეხბურთი, ერთხელ მოსკოვში ვართ. მოჭიდაები დაждენ ჩვენთან. მე კუტივაძე და ლეონოდიავზე ვარ და დაგვიწყო. ბიჭო, რეზოია. გამიცემ ყველაფერს. იგი ერთი 7 ნომერი რო ყავთ, თქვენ და რა ნომერი რო ყავთ. გაიგე ახლა ხო იცი ვერ თამაშობენ ბიჭო და სარცხვენიათ, რატო ათამაშებთ, რატო შობთ? ახლა იგი ლეონა მითხრა, ვინა რეზოია მაგინა. მე უთხრა, აი ბიჭო, მოჭიდავი ერთი, გაიგე. არ ვიცი, უთხრა, მოჭიდავი ბიჭი და ხა გაჩერდია. და მოკლედ რას თამაშობთ, მე ვფთხარი. ხვალე გამოდიან ეგენი წიდაობაში. წევიდეთ, მე ვთხარი და არა და სასტუმროში ერთად ცხოვრობდით. და იქიდან რომ წამოვალთ, მაგირას რას გააკეთებ, საკეთ ხო ვიგნები და შენ რას აკეთებ? ამნაირად ეგ ვითხარი მივაწვეთ იქით თქვა, ქუთაისში მოჭი. მივედი დავდექით და გამევიდა, გამოაცხადეს მისი გვარი, აწიეს ხელი, გამოაცხადეს მეორეს, გაწიეს ხელი, მიცეს სასტველი და ბახ, ეტაკენ ერთმანეთს. ერთვანე ეკანი და სასტველი მიცა იმამ საჯმა. მივიდა და ქუთაისში არ უწია ხელი. თურმე სუბთა მოუგია უცბად, ესე პირველივე დარტყმაში. გაიგე? ხო და იგი ლეო მეუნება, ბიჭო. ესოია რა მოხდაოდა, მე ვფიქრე დაუსრია და იმას ფეხი აბა. ასე უცბად, მე ვთქარი რა ბაკაკოტრია და ასე. ხო და 3 დღის განმავლობაში ასე დავდიოდი და მე ეს ბიჭები იყვნენ აშკაცი ქუთაისელი ბიჭები, მაგარი მოჭიდავეები სხვათა შორის და ერევს მაკაცობდით, მეგობრობდით და აი ეს მართლა ნაღდი სპორტსმენები იყვნენ და აი ქუთაისი ჭიდაობაშიც, კრივშიც და რა ვიცი, ჭადრაკშიც და თუ გინდა კიდე კალათბურთშიც. ყველა დონეზე ვიყავით სპორტიულად განვითარებული ახალგაზრდები. მაგრამ შენ კი მართალია ტელევიზიაში გინდა მუშაობა, მაგრამ დილას უნდა დაიწყო მაინც ვარჯიშით. გეგე აი ჰაირი რო ისუნთქო კარგად რო აგანა სალაპარაკო კონდეს ისე რამდენიც გინდა იმდენი. ასე კი არა, ეგ აბა სხვანაირად. ბატონო რევაზ, ერთი კითხვა მაქვს. მოედანზე ქუთაისლები საჯს ეძახიან თუ ძამიას? ძამია, აგე ჭარიმა იყო აქან. აი. ბიჭო, ახლა გააჩნია რა ფემსაჯოს. ძამია. კარგად თუ საჯოს გენაცვალოს ჩემი თავი, მაგერა ვარ, რა გინდა? არა, ვაი თუ პენალი დაგიჟნა, იქნა მე ქუთაისურად მიდის. კი. რა დაინახე ჩვენთან ამნაირი რომ პენალი ვერ დადები. დავალია. თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ქუთაისელი ფეხბურთელის აღნიშვნა გოლის გატანის შემდეგ? გოგონ გოლი შეაგდოს და რაფრად გინდა ესე აღნიშნოს, მაგრამ დაცვათ. თქვენ როგორც ფეხბურთის ლეგენდა და კოლორიტი ქუთაისელი, თქვენთან თუ ამოსულან ქუთაისელი ფეხბურთელები საქმეს გასარჩევად? დღეში ორჯერ მაინც ვარჩევდით საქმეს, ოღონ ფეხბურთში. შენ აკანი ასე კი არ უნდა გეთამაშა, ახლოს უნდა გეთამაშა,
შენ უნდა დეგეძღვია, შენ უნდა წინოკარბი ხარ, უკანაც უნდა დაბრუნდე და ამასე საუბრობდით ამაზე სულ რამოდენიმეჯერ ამ თემაზე. და ბოლოს, ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის და იქნებ თქვენს რაიმე მასწავლოთ. მე გასწავლი შვილი ერთ რამეს, რაც მე ვისწავლე. დილიდან საღამომდე ვარჯიში. ქუთაისლებს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქუთაისობას. კარგი წინადადება მომეცი, კაი საგოლეპასი მომეცი. მეც მინდა ჩემ ქუთაისლებს მიულოცო ერთი კაი ლამაზი ქუთაისური სიმღერით. ქუთაისო, ქუთაისო, თქვენთან არის გული ჩემი. ასე მინდა მოულოცო ჩემ ლამაზ ქუთაისს. ყველანაირად მიყვარს, ვიცი რომ უყვარვართ ბევრს ქუთაისში და ღმერთმა დიდხან განყოფოს ქუთაისის ჩვენ მოსამსახურეებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ ბიჭებო, მადლობთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ქუთაისის კოლორიტი და ვეტერანი ფეხბურთელი ბატონი რევაზ ძოძუაშვილი. მოედანზე მოусვენ რად მოთამაშე ქარო გამზრდილი ტორპედოსი დიდი მწვრთნელი ხარო უპასუხე რომ ძველი ხარ და რა უთხრა ვისი ბატონ რეზოს პატივს ასწევს მთელი ქუთაისი რევაზ ძოძუაშვილია ფეხბურთელი საკვირველი რევაზ ძოძუაშვილია მწვრთნელი შეუდარებელი რევაზ ძოძუაშვილია კოლორიტი იმერელი სტუმრად ძოძუაშვილია დათი არის მასპინძელი სტუმრად ძოძუაშვილია დათი არის მასპინძელი გემშვიდობები, ჩვენ შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში შაბათს 15 საათსა და 30 წუთზე. ახლა კი გიტოვებთ სიმღერას რეზო და ბავშვების შესრულებით ქუთაისი. არ გავხარ არც ერთ ქალაქს უშენოდ მე თითქოს გულიც არ მაქვს ვიხსენებ ახლა რამდენს ყველა გზა და ქუჩა სულთან დამსდევს სიმღერით გეფერები შორს რომ ვიყო მაინც მემღერები ვიცი სულ მელოდები და შევხვდები ძველი მეგობრები ჩემს ერთ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია რამდენი რამე გახსოვს დავდივარ და ყველა სახლი მათბობს ბაღის კიდეს გავუყვები დაწველ ამბებს ისევ მოვუყვები გვირილობა შევხვდებით და მიხვდები რომ მე სულ შენთან მინდა გადმოხედავ ბაგრატიდან სიყვარულს აგიხსნი ძველ თეთრ ხიდთან ჩემს თეთრ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია მინდა რომ ყველამ გნახოს და რომ შენით ყველამ გაიხაროს გული ვერასდროს დათმობს რაც მე ბავშვობიდან მახსოვს მათბობს სიმღერით გეფერები შორს რომ ვიყო მაინც მემღერები ვიცი სულ მელოდები და შევხვდები ძველი მეგობრები ჩემს ერთ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და
ქუთაისია